ბათუმის მუნიციპალურ ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა უკვე არსებულ ციფრს დღეს გასული წლის ნაშთით დაემატა და მთავარი საფინანსო დოკუმენტის ოდენობამ ჯამში 98,433,300 ლარი შეადგინა. გაზრდილი ბიუჯეტის თანხები აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციაზე, საბავშვო ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციაზე, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამებზე და კიდევ რამდენიმე ღონისძიებაც გაიწერა. გასული წლის ნაშთის ოდენობა 19,316,300 ლარია, რომელიც მერის საფინანსო სამსახურის უფროსის ინფორმაციით საკანალიზაციო სანიაღვრე არხებისა და გზების რეაბილიტაციის პარკების, სკვერების, კეთილმოწყობის, ასევე სოციალური სახლების მშენებლობის დაუფინანსებლობის შედეგად დარჩა უთვისებელი. შესწორებულ ბიუჯეტს საგრებულოს ხდომაზე დამცრე 22 დეპუტატი და მხარი მხოლოდ ირაკლი ჩაურიაშვილმა და მამული ჟღენტმა არ დაუჭირეს. მათი განცხადებით მიზეზი ბიუროს ხდომაზე ამოღებული რიგი საკითხები გახდა. მთავარ არგუმენტად კი მამული ჟღენტმა დღის მეორე ნახევარში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება დაასახელა. მისი თქმით, გიორგი კირცაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ბიუჯეტის პროექტი მაინც შესაძლებელი იქნება. დღეს მოხდება რეორგანიზაცია, 4 საათზე იქნებით ამის მოწმენი და შემდეგ მაინც გადასახედი იქნება ეს. ახლა იძახიან რომ რატო ჩქაროთ, მე მგონი კი არ ჩქაროთ, დავაგვიანეთ ეს ას დღეს უნდა მოხდეს. უკვე ამდენი ხანია ხალხმა ვარი უთხრა ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაზე და ისინი არ მიდიოდნენ დღემდე და ალბათ დღეს სწავლენ უკვე და იმის შემდეგ უკვე ჩვენ გადახვედროთ ბიუჯეტზე, ისეთი ბიუჯეტი იქნება როგორც ხალხსაწყობს და ხალხის მოთხოვნა. ცვლილება განპირობებული იყო იმ ნაშთით, რომელიც გასულ წელს დარჩა აუთვისებელი ბიუჯეტის ანგარიშზე და რაც მიმართული იქნა მიმდინარე წლის ღონისძიების დასაფინანსებლად, დაგეგმილი იქნა ქუჩების და ტროტუარების კეთილმოწყობის პროგრამის ფარგლებში აღმოჩენებლის ქუჩის რეაბილიტაცია, ასევე გარკვეული თანხები იქნა გათვალისწინებული ჭავჭავათისა და აბუსერეთის ქუჩის ტროტუარების მოწესრიგებისათვის, ასევე არის სიახლე გათვალისწინებული იქნა საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში 800,000 ლარი ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე 21 საბავშვო ბაღის არეკონსტრუქციო დაშენების სამუშაოებისათვის.